მოგესალმებით, მე ნუცა ვარ თეგეტა ჰოლდინგის შერჩევისა და ტალანტების განყოფილების ხელმძღვანელი, ამავდროულად თეგეტა პოდკასტის წამყვანი. თეგეტა პოდკასტის ფარგლებში მიმოვიხილავთ უამრავ აქტუალურ საკითხს, რომელიც რა თქმა უნდა დაკავშირებული იქნება კორპორაციულ სამყაროსთან. მაგალითად, მიმოვიხილავთ როგორია პროექტების მართვა, ბიზნესის განვითარების მიმართულება, ციფრული ტრანსფორმაცია და დღევანდელი პოდკასტის ჩვენი პირველი სტუმარი იქნება თეგეტა ჰოლდინგის ციფრული ტრანსფორმაციის ლიდი ნიკა კოხოძე. მასთან ერთად განვიხილავთ ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებას, მასში არსებულ გამოწვევებს, სტრატეგიას და მსგავს მნიშვნელოვან საკითხებს. ასევე მინდა მიმოვიხილო დასაქმების ბაზარზე არსებული ცვლილებები და მისი გამომწვევი მიზეზები. ჩემი დაკვირვებით, დასაქმების ბაზარი ბოლო 10 წლეულის განმავლობაში საკმაოდ შეიცვალა ფორმატი გასაუბრების, შეიცვალა ტერმინოლოგია, მაგალითად ტერმინი ინტერვიუ ვეღარ პასუხობს იმ შინაარს, რაც ადრე გვქონდა. ადრე გასაუბრების ფორმატი იყო ესეთი, რომ ერთი მხარე სვამდა კითხვებს და მეორე ცალსახად პასუხობდა ამაზე. ამას ნამდვილად ჰქონდა ინტერვიუს ფორმატი, თუმცა დღესდღეობით გასაუბრება არის ორმხრივი მოლაპარაკება, სადაც ორივე მხარე აფასებს ერთმანეთს. შესაბამისად, ტერმინოლოგიაც, ფორმატიც მნიშვნელოვნად შეიცვალა, ასევე შეიცვალა დასაქმების ბაზარი. აქამდე დასაქმების ბაზარზე თუ მხოლოდ ეგრეთ წოდებული ჯობსიქერები ყავდა, სამსახურის მაძიებლები, დღეს ეს ბაზარი ბევრად უფრო ვრცელი და ხარისხიანია, იქიდან გამომდინარე, რომ თითოეული ჩვენგანი ამ ბაზარზე უკვე ვარსებობთ, იქიდან გამომდინარე, რომ დასაქმების ბაზარზე საკმაოდ მნიშვნელოვანი ციფრული პლატფორმები შეიქმნა, მაგალითად, როგორც არის LinkedIn, რომლის გამოჩენამ ვფიქრობ, რომ მთლიანად ამოატრიალა ეს პროცესები. დღეს დასაქმების ბაზარზე ყველა ჩვენგანი არის აქტიური, იქიდან გამომდინარე, რომ თითოეულ კომპანიას ყოველთვის შეუძლია ნებისმიერ ადამიანს მიწვდეს, არა მარტო ქვეყნის მასშტაბით, ასევე მსოფლიო მასშტაბით. შესაბამისად, ბიზნესიც და კომპანიებიც არიან მუდმივ ტონუსში, რომ მათ თანამშრომლებს შეიძლება ნებისმიერ დროს მოვიდეთ გარკვეული შეთავაზება სხვა კომპანიიდან და ისინი დაკარგონ. შესაბამისად, ბევრად უფრო ჯანსაღი პროცესები დაიწყო, კომპანიებმა უფრო მეტად დაიწყეს ზრუნვა თავიანთ თანამშრომლებზე, რაც რა თქმა უნდა დადებითი ეფექტია ზოგადად შრომითი ბაზრისთვის. ნეგატიური ეფექტი რა შეიძლება იყოს ამ პროცესების, ალბათ ბაზრის არასტაბილურობა, თუმცა ვიტყვი იმასაც, რომ სამსახურის ცვლილება, ადაპტაცია და მასთან დაკავშირებული სტრესი არც ისე მარტივია. შესაბამისად, ამ ბაზარს თვითონ ინდივიდები არეგულირებენ თავიანთი სტაბილურობით და შესაბამისად, კომპანიებიც კიდევ უფრო მაღალ ხარისხში ზრუნავენ თავიანთ გუნდზე და თანამშრომლებზე, მათ განვითარებაზე და ეს გახდა მართლა უწყვეტი პროცესი. შესაბამისად, ნებისმიერი ცვლილების საბაბი დღესდღეობით ვფიქრობ არის ციფრული ტრანსფორმაციები, ციფრული პლატფორმები და არა მარტო LinkedIn, მაგალითად tech ინდუსტრიაში ძალიან ცნობილია GitHub და სხვა მსგავსი პლატფორმები. შესაბამისად, მუდმივ ცვლილებასთან ერთად პროცესები კიდევ უფრო მეტად ვითარდება, იხვეწება და დღესდღეობით უფრო მეტად ხარისხზე ორიენტირებული შერჩევის პროცესები გვაქვს, ვიდრე მაგალითად რაოდენობაზე, როგორც ეს წარსულში გვქონდა. სწორედ ამ საკითხებზე სასაუბროთ ყავს დღეს ჩვენი სტუმარი ნიკა კოხოძე, რომელიც არის თეგეტა ჰოლდინგის ციფრული ტრანსფორმაციის ლიდი და უკვე საკმაოდ დიდი ხანია ამ პროცესებს უძღვება. ნიკა, მოგესალმები. როგორ ხარ პირველ რიგში? კარგად, მადლობა და მოგესალმები მეც და ძალიან დიდი მადლობა, რომ შანსი მომეცა ამ საინტერესო პოდკასტის პირველი სტუმარი ყოფილიყო. პირიქით მგონია, რომ ძალიან სიმბოლური იქნება შენი სტუმრობა და კარგი დასაწყისი ჩვენი სხვა სერიებისთვისაც. პირველ რიგში მინდა რომ პატარა განმარტება გავაკეთოთ, რას ნიშნავს იყო ციფრული ტრანსფორმაციის ლიდი ჰოლდინგურ კომპანიაში. თუ შეგიძლია პატარა ისტორიაც გაგვიზიარე, როდის შეიქმნა ეს მიმართულება, რა იყო ინსპირაცია, შთაგონება ამ მიმართულების შექმნის და დღემდე რა გზა გამოიარა კომპანია. ციფრული ტრანსფორმაციის ლიდი ჰოლდინგურ კომპანიაში და ესეთივე დიდ ჰოლდინგურ კომპანიაში როგორც თეგეტა არის, პირველ რიგში რაღაც სახის ხიდივით არის, თარჯიმანივით ციფრული პროდუქტების, ციფრული გადაწყვეტებისა და ბიზნეს მოთხოვნებს შორის. შესაბამისად, პირველ რიგში ჩემი უშუალო პასუხისმგებლობა არის, რომ ის ბიზნეს საჭიროებები და ის ბიზნეს გადაწყვეტები, რომლებიც უნდა ითარგმნოს ციფრულ პროდუქტებში თუ პლატფორმებში, სწორედ ემსახურებოდეს მიზანს, სწორ შედეგებზე გაგვიყვანოს და შესაბამისად სწორი გადაწყვეტები მოუფიქროთ, რამაც რეალურად საბოლოო ჯამში საოპერაციო ეფექტურობა თუ რაღაცა კომერციული შედეგები უნდა დადოს. თავის დროზე ვიტყოდი, რომ მიმართულებაც
ამ იდეით შეიქმნა ჩემი სპონსორობით, რომ გაჩენილიყო სივრცე, სადაც თავს მოუყრიდით იმ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს და იმ ბიზნეს მოთხოვნებს ერთად, რომელიც რეალურად იმ შედეგებზე გაგვიყვანდა, რაც ქონდა ბიზნეს დასახული მიზნად. იქნებოდა ეს საოპერაციო აჩქარება თუ რაღაცა სხვადასხვა კომერციული შედეგებზე გასვლა. და რამდენი ხანია რაც ეს მიმართულება არსებობს? საკმაოდ ახალი მიმართულებაა მაგ ნაწილში, მაგრამ ვისაც უმუშავია ჩემთან ერთად და ჩემს ირგვლივ და მათ შორის ერთად გვიმუშავია სხვადასხვა ტექ პროდუქტებზე თუ რაღაც ბიზნეს ლოგიკებზე, იცის რომ საკმაოდ ძალიან ეჯაილურად მუშაობთ. ბიზნეს ყოველთვის უნდა რომ რაღაც სიახლეები დანერგოს. სამისოთ მაგალითად გაკეთა ტექ კომიტეტიც, რის ფარგლებშიც მტკიცდება მნიშვნელოვანი პროექტები. როგორც ხვდები, საკმაოდ ვრცელი მოთხოვნებია ხოლმე, რადგან კომიტეტის შექმნის საჭიროება გახდა. ხო, ანუ ეს რაღაცა კონკრეტული ბიუროკრატიული მექანიზმი არ გვინდა გაჩენილიყო, თუმცა სწორად აღნიშნულცა, რომ ანუ ბევრი მიმართულებით, ბევრი მოთხოვნები არის ხოლმე და ამის რაღაცა დაწევა და ამის გასწრება ხანდახან უწევს ხოლმე ციფრული მიმართულების გუნდს. ერთს ვიტყვი, რომ ორი სახის თემა შეიძლება გამოვკვეთოთ აქ. ერთი არის ინტრაპრენორული, ანუ შიგნით კომპანიაში რა პროდუქტებიც იბადება, რა პროცესებიც ინერგება და ჩვენი ყველაზე დიდი ცვლილება ახლა მოგეხსენებათ არის ჰანაზე გადასვლა. კი ბატონო. შიდა ინტრაპრენორული მიდგომები და ახალი პროდუქტები და პლატფორმები, რომლებიც გვაუმჯობესებს და მეორე პროდუქტები, რომლებიც გარეთ გამოდის მომხმარებელთან, უშუალოდ მომხმარებელთან კომუნიკაციაში გვეხმარება, იქნება ეს AI chatbot-ები, e-commerce shop-ი თუ პირობითად მაგალითად რაღაცა Kalen AI-ისთან თანამშრომლობა, რომელიც ასევე არის ხელოვნური ინტელექტის voice დამხმარე call center-ისთვის საკმაოდ ხელისშემწყობი ხელსაწყო. ამ თემებს აუცილებლად მინდა რომ ვრცლად დავუბრუნდეთ. მანამდე ასევე მაინტერესებს როგორ უნდა მიხვდნენ კომპანიის მენეჯმენტი, უგულისხმობ სხვა კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც დღევანდელ ჩვენს პოდკასტს მოისმენენ, აი რა რჩევები გექნებოდა მათთვის, არსებობს რამე ინდიკატორები, რაც მიუთითებს, რომ ციფრული ტრანსფორმაციის დროა და ეს ნაბიჯი უნდა გადადგას კომპანიამ, იმიტომ რომ გარკვეული რისკიც შეიძლება იყოს ამ ნაბიჯის გადადგმა. რეალურად თითოეულ კომპანიას საკუთარი მიმდინარე პროცესები და რა თქმა უნდა კულტურა და არქიტექტურა აქვს, რომელიც ყოველთვის კარგად უნდა შეისწავლოს ვფიქრობ ლიდერშიპმა და იმ გუნდმა, იმ კონკრეტულმა გუნდმა, რომელიც გადაწყვეტს საჭიროა თუ არა ტრანსფორმაცია. თუმცა რაც შემიძლია ვთქვა ეგეტაზე და ანალოგიური კომპანიების, რომლებიც დიდი ხანი არიან ბაზარზე, ბაზარი საკმაოდ სწრაფად იცვლება, შენც ახსენე და ყოველდღიურად ხვდებით სხვადასხვა ცვლილებას, ყოველდღიურად ხვდებით მომხმარებლის ქცევის ცვლილებას, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია ფეხი აუწყოთ და მათ შორის რიგ შემთხვევებში ისეთი თუნდაც რაღაც რისკიანი პროდუქტი შევქმნათ ან რაღაცა გავაკეთოთ, რაც შეიძლება ერთი სახით კულტურაში და რაღაცა ჩამოყალიბებულ სტრუქტურაში აჯდებოდეს. შესაბამისად, ვიტყოდი რომ ინდიკატორები არის პირველ რიგში ეს, რომ ესმის თუ არა ბიზნეს სწორად, მომხმარებლის ხმა, მომხმარების ცვლილების როგორ იცვლება, ეს შეგრძნებები თუ აკავშირებს და ყოველთვის რაღაცა გარე თვალიდან უნდა შეხედოს ხოლმე ბიზნესმა საკუთარ თავს, რომ არის თუ არის რელევანტური იმ სეგმენტებისთვის, რომლებზეც ის მუშაობს, იქნება საცალო, კორპორატიული თუ ასე შემდეგ. პრინციპში შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ თეგეტა არის ბაზრის ლიდერი, არა მარტო საქართველოში, რეგიონშიც და შენი აზრი მაინტერესებს, აი წარმატებას ყოველთვის სჭირდება თუ არა და თან ახლავს თუ არა რისკიანი გადაწყვეტილებები. ხო, აუცილებლად. რაც მე ვფიქრობ, რომ ის პროექტები, რომლებიც ჩვენ ავირჩიეთ საბოლოო ჯამში, რაც უნდა გავიკეთებინა და გაგვენხორციელებინა, ძალიან დაგვეხმარა ამაში, რომ შიდა ტრანსფორმაციის გუნდი შეიკრა, ჩამოყალიბდა და ერთად სრული ჩართულობით ლიდერშიპის გუნდთან ერთად და მათ შორის shareholder-ებთან ერთად და ყველა stakeholder-თან ერთად
ჩამოყალიბდა ის სტრატეგია და ხედვა, რა პროექტებზე ვამბობდით, რომ გვინდა ეხლავე, რომ დავიწყოთ და რა პროექტებზე ვიტყოდით, რომ რაღაცა ამ ეტაპზე არ გვინდა. ესაბამისად, ამ დროსაც რისკების შეფასება, ერთგვარი რისკ ესესმენტიც მოხდა და ამ მიმართულებით გაწყვეტილებები ესე მივიღეთ. თუმცა ხო, ყოველთვის კარგია ხოლმე ანალიტიკა და ძალიან დიდ დროს უთმოთ ხოლმე ამ ბოლო დროს ანალიტიკას და ძალიან კარგია, მაგრამ ანალიზის პარალიზის ამბობი ხოლმე, რომ ანალიტიკურ პარალიზში არ უნდა ჩავარდე, შესაბამისად რისკების აღება ამ მომენტშიც მოგვიწია და კიდევ მოგვიწევს, იმიტომ რომ ყოველთვის ყველა პროექტი არ გაამართლებს, ყოველთვის ყველა რაღაცა ციფრული ტრანსფორმაციის ინიციატივა არ გაამართლებს და ამ მონაკვეთში ძალიან მოქნილები უნდა ვიყოთ. გარკვეული მოლოდინებიც ალბათ სწორად უნდა შეიქმნა კონკრეტულ პროექტის წარმატებას ან წარუმატებლობას რა შეიძლება მოყვეს. რა თქმა უნდა და ამ ნაწილში ალბათ ორ რაღაცას გამოვყოფდი. პირველი იყო გადამწყვეტი რა თქმა უნდა ეხლა ცოტა ინვესტორის კუდი რო დავიხურო რა თქმა უნდა ის იყო რომელ პროექტს და რომელ პროცესს აქვს ყველაზე კარგი უკუგება კაპიტალზე და ინვესტირებულ დროზე და რესურსებზე და თანხაზე და მეორე მხრივ რა თქმა უნდა არის ეს უნარი და შესაძლებლობა რაღაც ერთგვარი capacity რომ აიწიოს იმ დონეზე და იმ დონის შესრულება მოხდეს და აღსრულება მოხდეს ამ პროცესების და ცვლილებების რომ იმ შედეგებამდე გაგვიყვანოს რეალურად რაც გვინდა რომ მივიღოთ. დღევანდელი გადმოსახედიდან უკვე ამ განვლილი გზით რა გახსენდება ისეთი შეცდომები, რომლებსაც დღეს აღარ დაუშვებდი, იგივე გამოცდილებით რო იყო. ის პროცესები ახლა რაც მიმდინარეობს, რაც დიდი წილად არის კი რა თქმა უნდა ტექნოლოგიური პროექტების დანერგვა, ახლა მონაცემთა საწყობის შექმნა და ასე შემდეგ არის ეს ციფრული პროექტები, მაგრამ რეალურად დიდი წილი კულტურული ცვლილება არის, დიდი წილი ჩვენი ბიზნესური მოდელების ცვლილება და ქცევის ცვლილება, რაც საერთოდ არ იყო გათვალისწინებული წინა ტრანსფორმაციებთან და იყო რეალურად სტრუქტურული ცვლილებები ან რაღაც სახელის გადარქმევა, გადმორქმევა. ამ შემთხვევაში ვიტყოდი, რომ ჩემი ყველაზე ესეთი გამოცდილებიდან და მოყოლილებიდან რაც მინდა რომ გაკვეთილი ვისწავლო არის, რომ ცვლილება იწყება რაღაცა სტრუქტურული ცვლილებით იქნება ეს თუ რაღაცა პროექტის დანერგვით, მაგრამ თავდება აი ყველაზე ბოლო უკავშირის მიღებით და ყველაზე ბოლო შედეგზე გასვლის შესაბამისად დაწყებიდან დამთავრებამდე სრულ პასუხისმგებლობა არის რაღაცა მთავარი გაკვეთილი რაც შეიძლება ვისწავლოთ ამ ტრანსფორმაციისგან. გეთახმები მაინტერესებს როგორია თანამშრომლების როლი ციფრულ ტრანსფორმაციაში, იმიტომ რომ ზოგადად ეს ტერმინი როცა ისმით ხოლმე უფრო მეტად გონიათ ციფრული პროექტების მართვა, ვიდრე ამხელა ყოვლისმომცველი და საკმაოდ კომპლექსური ბიზნეს პროცესი პრინციპში შეიძლება ითქვას. თანამშრომლების ჩართულობა როგორი არის? აი მაგალითად თეგეტას მაგალითზე რომ მივსჯელოთ, პირველი რომელი გუნდი ჩაერთო ციფრულ ტრანსფორმაციაში და შემდეგ ეტაპობრივად როგორ მოხდა? გუნდების ჩართვა. ხო, აქაც ალბათ მიმართულებების მიხედვით სხვადასხვა გუნდები და სხვადასხვა სტრატეგიული ბიზნეს ერთეულები არის გამოსაყოფი, თუმცა მაგალითად ვიტყვი რომ თეგეტა მოტორსის მაგალითზე ვისაუბრებ, ანუ კონკრეტულად Suzuki ავტომობილების multi-brandul servicing-ზე. სადაც ნებისმიერი მარკის და მოდელის ავტომობილი მოდის ჩვენთან და უზრუნველყოფთ მის სერვისს. ერთ-ერთი ციფრული პროდუქტი, რომელიც ძალიან ეხმარება და დაეხმარება ჩვენს ფრონტის თანამშრომლებს, არის პროდუქტების ერთიანი კატალოგი, რომელიც სატესტო რეჟიმში უკვე გაშვებული გვაქვს და ამას თან დაერთვება სერვისების კატალოგი. ესაბამისად, სერვისის მრჩეველს ექნება სამუშაო გარემო ისეთი მაქსიმალურად კომფორტული შექმნილი, რომ მაქსიმალურად მარტივად შეძლოს საჭირო პროდუქტის, საჭირო სერვისის მომხმარებელთან მიტანა. ეს რო აქამდე მოსულიყო, რა თქმა უნდა, დაჭირდა ამას როგორც გარე კონსულტანტების რჩევები, იცით რომ რაღაც კონკრეტული მიმართულებით ყავს გარე კონსულტანტები, რომლებიც გამოცდილი არიან საკმაოდ სხვადასხვა საავტომობილო ინდუსტრიის ცვლილებების ინიცირებაში და ამის ბოლომდე გაყვანაში. ეს არის Brainborn Group-ი, რომელიც ჩვენს
Porsche-ს სადილეროს ეხმარებოდა სადილეროს მიმართულებით და უკვე ჩართული ყავს ჩვენს multi-brand servicing-ის მიმართულებით. ეს დაიწყო რა თქმა უნდა აი რაღაცა კონკრეტული ადამიანების და პატარა წრის, შემდეგ რაღაც ტრანსფორმაციის გუნდშიც ჩამოყალიბდა კონკრეტული ხედვა. აუცილებელი იყო კითხოს რომ დაუბრუნდე რომ leadership-ს ქონოდა საერთო ხედვა და მიზანი, რის გარშემოც ყველა გაერთიანდებოდა და ეხლა უკვე აი რაღაცა ალბათ 10 ჯერ 15 ჯერ უფრო მნიშვნელოვანია რომ ყველა ეს ცვლილება იქნება ეს თუ ყველა რაღაცა პროდუქტი, ციფრული პროდუქტი რომელიც დაგვეხმარება საოპერაციო სექტორობაში ეს უკვე მოხმარებაში შევიდეს, გამოყენებაში შევიდეს და ყველა თანამშრომელმა ვისაც ეს ეხება რომ უშუალოდ ამის გამოყენება დაიწყოს. შესაბამისად 1 და 2 ადამიანის თემა აროს არ იქნება პროცესის ან რაღაც პროდუქტის დანერგვა. ნიკა ასევე ახსენე, რომ როდესაც გლობალური ცვლილება იგეგმება ჰოლდინგში, კონკრეტული ერთი მიმართულებით ტესტავთ ხოლმე. ეს არის გამართლებული პროცესი, ჩვენი სტრატეგია თუ მაგალითად კონსულტანტებმა გვითხრეს, რომ ესე იქნებოდა სწორი. ყოველთვის ესე ვაკეთებთ? ვიტყოდი რომ აქაც ალბათ თუ ეხა მაგალითად ვსაუბრობთ რაღაც კონკრეტულ ცვლილებებზე Tegeta Motors-ის ან multi-brand-ული სერვისის მიმართულებით, ვიტყოდი აქ მნიშვნელოვანია მნიშვნელოვნად ვითვალისწინებთ კონკრეტული გუნდების მზაობას, ცვლილებასთან ადაპტურობას და ასევე სურვილს რომ მათი ყოველდღიურობა უფრო გამოსწორდეს, უფრო გაუმჯობესდეს და მომხმარებელი კიდევ უფრო კმაყოფილი გაუშვან. ვიტყოდი რომ საერთო გადაწყვეტილება არის, არასოდეს არ არის რაღაცა კონკრეტულად კონსულტანტების მიერ ნაკარნახები, არამედ ასევე აღქმულია ჩვენი შიდა კულტურა, ჩვენი შიდა პროცესები და ყოველთვის ამაზე დაყრდნობით ვიღაც შემდეგ გადაწყვეტილებას. გასაგებია. Tegeta Holding-ში მიმდინარეთ ახლა 3000-მდე თანამშრომელია დასაქმებული, რაც საკმაოდ დიდი გუნდია. აი როგორ ხდება ხოლმე ინფორმაციის ყველა ადრესატამდე მიტანა, რომ აი ცვლილებებში ყველა თითოეული ჩვენგანი Tegeta Holding-ში დასაქმებული თანამშრომელი, რა თქმა უნდა, თავის წვლილს შეიტანს. ინფორმაციის მიწოდება ხანდახან რთულდება ხოლმე, როცა კომპანიები საკმაოდ დიდი რაოდენობის თანამშრომლებისგან შედგებიან. ამ მიმართულებით როგორ ვუმკლავდებით გამოწვევებს? ვიტყოდი რომ ამ მიმართულებით საკმაოდ ბევრი გამოწვევები გვაქვს. მე რაც შემეძლო პირადად რაც გავაკეთე იყო ის, როდესაც ჩვენ მაგალითად Tegeta აპლიკაცია რაღაც დონეზე მივიყვანეთ იმ დონემდე, რომ უკვე მომხმარებელთან გავიტანეთ კომუნიკაციაშიც. მინდოდა რომ ყველა Tegeta-ს შეგრძნება ქონოდა რომ ამ პროდუქტის შექმნის ნაწილი არის და ერთად ვქნით ამას და რავი პირადად დავიწყე მათ შორის საუბრები აპლიკაციაზე და უკავშირის შეგროვება, სიარული და უკავშირების შეგროვება, რაც გრძელდება პროდუქტების კატალოგზე და ყველა ჩართულ და მონაწილე თანამშრომელს შესაძლებლობა იქნება რომ თავისი ფიდბექი, კომენტარი და აზრი დააფიქსიროს რომ ეს პროდუქტი კონკრეტულად შეიკრას. შესაბამისად რა თქმა უნდა ციფრული ჩენელები და არხები მაღალ დონეზე უნდა განავითაროთ ამის სტრატეგიაც გვაქვს. ინტრანეტი იქნება ეს შიდა მოხმარების AI, რომელიც ეხმარება ახალმოსულ თანამშრომლებს მათ შორის რომ უკეთესად გაარკვიოს კომპანიის ხედვები, მიზნები, ორგანიზაციული სტრუქტურა და მისი როლი მათ შორის. მაგრამ როგორც რამდენადაც არ უნდა მიყვარდეს მე პირადად რაღაცა ხელოვნური ინტელექტის პროდუქტების თან თამაში ან დანერგვა ან სისტემატიზაცია, იმდენად აღვიქოთ რომ რაოდენ მნიშვნელოვანია რეალურად ერთმანეთს შევხვდეთ და ვისაუბროთ ხოლმე იმ იქნება ეს გამოწვევები თუ საერთო მიზნები. გეთახმები და მე ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც შენ გაგვიზიარე აპლიკაცია და გთხოვე თანამშრომლებს, რომ უკავშირი გაგვეკეთებინა, რა იქნებოდა მაგალითად ის ფუნქციონალები, რომელსაც ვისურვებდით აპლიკაციაში რომ გქონოდა და ჩემი პირადად სუბიექტური აზრი იყო, რომ ძალიან კარგი იყო ამაში თანამონაწილეობის განცდა და იმის შეგრძნება, რომ ამ ყოველფრის ნაწილი ხარ და შენი აზრი მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგად გამოგივიდა ამ მიმართულებით თანამშრომლების ერთი იდეის გარშემო შეკრება და ამ კუთხით კომპლიმენტები. მადლობა. რეალურად ნებისმიერი ციფრული პროდუქტი თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება, მათ შორის ციფრული პროდუქტებიც ვიტყოდი, რომ საკმაოდ კომპლექსურია. Tegeta-სთვის საკმაოდ კომპლექსურია, იმიტომ რომ ყოველთვის თან ერთვის საოპერაციო მენეჯმენტი. რა თქმა უნდა, როდესაც აპლიკაციებს ვსაუბრობთ, ეს არის
ციფრული გამოცდილების შექმნა, უკეთესი ციფრული გამოცდილების შექმნა მომხმარებლისთვის, მაგრამ ამავდროულად თან ერთვის საკმაოდ დიდი საოპერაციო მენეჯმენტი უკან. მარტივი მაგალითით რო ავხსნა, დღეს ჩვენ საკმაოდ კარგად შევკარით ეგეთ აპლიკაცია პროდუქტულად იმ დონეზე არის, რომ უკვე მომხმარებელს შეუძლია დაარეზერვოს საკუთარი ავტომობილი, წინასწარ ჩაეწეროს ეთის შეცვლაზე, შეუკვეთოს სასურველი პროდუქტი თუ სერვისი, შოპიც გამოიყენოს ეგეტას შოპი მათ შორის. მაგრამ თუ საბოლოო ჯამში, როდესაც მივიღებთ ჩვენს ჩაწერილ მომხმარებელს ნებისმიერ ფილიალში, თუ არ დახვდა სათანადო სერვისი, თუ ვერ მიიღო ის გამოცდილება, რაც ჩვენ დავპირდით, თუნდაც ციფრულად, წყალს ჩაგვეყრება დაპირება წინასწარი. შესაბამისად, ყოველთვის კროს-ფუნქციური და ერთმანეთზე დამოკიდებული გუნდები არიან, განსაკუთრებით ეგეთა შესაბამისად, გამიხარდა ეს უკავშირი, რადგან ეს იყო ჩემი მცდელობაც, რომ ყველას ჰქონდეს სიტყვა ამ პროდუქტის შენების დროს. კი და მე მართლა თითეული თეგეტელი ამაყობს იმ მიღწევებით, რაც თუნდაც ტექ მიმართულებით გვაქვს და შეიძლება ესე ფართო მასშტაბით ცნობილი არც იყოს ყველა მომხმარებლისთვის თუ ადამიანისთვის და კოლეგისთვის ჩვენი მიღწევები ამ მიმართულებით და რამდენიმე საკითხს პრინციპში უკვე შევეხეთ, თუმცა მინდა რომ ერთიანად შევკრათ ეს საკითხი, რა არის დღეს თეგეტა ჰოლდინგის ციფრული ეკოსისტემა, რისგან შედგება, უკვე ვახსენეთ მაგალითად ჩვენი აპლიკაცია, AI და თითოეულის, ასე ვთქვათ, მიზნობრიობაზე რო ვისაუბროთ, რომელი გუნდები უდგანან უკან ამ აპლიკაციებს იქნება თუ სხვადასხვა ტიპის პლატფორმებს და მოკლედ ამ საკითხზე რომ ვიმსჯელოთ და განვიხილოთ. ხო, საკმაოდ როგორც ალბათ თლიანი ჰოლდინგი ისევ ციფრული ჩვენი ეკოსისტემა საკმაოდ კომპლექსურია. რა თქმა უნდა, ყველაფრის საბაზისო ფუნდამენტი არის ჩვენი enterprise resource planning სისტემა SAP-ი, მაგრამ ვამაყობ ძალიან და მიხარია რომ ეს პროექტი წარმატებით შედგა და გვაქვს დღეს უკვე data warehouse-ი, ანუ მონაცემთა საცავი, სადაც სხვადასხვა არხებიდან თავს იყრის ჩვენი მონაცემები და დღესაც კი დღევანდელი მონაცემებით ჩვენ როცა საუბრობთ ამ დროსაც კი ჩვენს თანამშრომლებს შეუძლიათ ეგრეთ წოდებული რაღაც conversational, ანუ ეს მოლაპარაკე დონეზე შევიდნენ ჩვენს მონაცემებთან. შესაბამისად მარტივი მაგალითი რო აგიხსნათ, ეს data warehouse, რომელიც DataMind-ის გუნდთან, ვენდორულ კომპანიასთან ერთად გავაკეთეთ, შესაძლოა გვაძლევს გავაანალიზოთ ჩვენი მომართვიანობები, მოგებაზარალი, კომერციული შედეგები ასე შემდეგ და გავხადოთ ეს მონაცემები მოლაპარაკე. შევქნათ ბოტები და ამ AI ხელოვნური ინტელექტის ბოტებთან ვისაუბროთ და ჩვენს მონაცემებთან რაღაცა ამ საუბარში შევიდეთ და გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნები ან მივიღოთ გადაწყვეტილებები სწრაფად. პირობითად მე რო დამჭირდეს რაღაც რეპორტი და რაღაც ანალიტიკა შემიძლია რომ AI bots მიმართო და მან ეს ანალიტიკა მომაწოდოს პირდაპირ. კი, რა თქმა უნდა და ეს განსხვავებით ნებისმიერი სხვა გარე ბაზარზე არსებული LLM-ებისა, რომელიც არის ChatGPT, Claude, Gemini, Perplexity, რაღაც სხვა ზოგადად რაც ვიყენებთ ხოლმე, განსხვავებით ამ ზოგადი საჯარო მოდელებისა, ეს კონკრეტული მოდელები არის დატრენინგებული ჩვენს მონაცემებზე, შესაბამისად ზუსტი, აკურატული და რეალური მონაცემები აქვს. როდესაც პასუხს გაცემს AI მომხმარებელს, მისი რაღაც ეს ჰალუცინაციის რეიტით საკმაოდ დაბალი იქნება, ეს ზომოეხება ეფექტურობას AI-ს. საინტერესო ტერმინია. ხო. ჩვენ ერთს ვიტყვი ასევე იმას, რომ ამ პროცესში საკმაოდ მოქნილად წავედით, როდესაც საუბრობდით ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა პროდუქტების გაშვებაზე. ვესაუბრეთ სხვადასხვა ვენდორებს, იქნებოდა ეს DataMind მონაცემების საცავის ნაწილში, ასევე კიდევ ვესაუბრეთ მაგალითად და შევხვდით და მათთან ერთად გავედით ბოლოში Quizly-ის თანამშრომლებს, Quizly იყო ვენდორული კომპანია. შევძელით და დღეს გვაქვს ხელოვნური ინტელექტის ბოტი Shop-ზეც, რომელიც დაეხმარება მომხმარებელს არჩიოს პროდუქტი და ასევე რაღაცა რეკომენდაციებიც გასცეს სერვისზე. რაც ურთულესი პროცესი მგონია. რაც ურთულესი პროცესია, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გაუმარტივოთ მომხმარებელს ის რთული პროცესი, რომელიც არის რეალურად ავტონაწილის შეძენა და ხანდახან ეს გვაუწყდება ხოლმე თვითონ თეგეტაში ჩვენც, რომ ამდენად რთულია
გარე ადამიანი ერკვეოდეს რა კონკრეტული ზეთი ან კონკრეტული რაღაცა პროდუქტი იქნება საჭირო მისთვის. მოვიკითხავ აქედან ილიასაც. იმიტომ დამიხსენება რომ ილიას მიეცა შანსი მათ შორის რომ რაღაცა შიდა AI ბოტი რომელიც ჩვენ გვაქვს ეს Nugo AI თავის კრეატიულობით თავისი მონდომებით შეექმნა შესაბამისად ამის თქმაც ამის გამოტანაც მინდა დააქვს რომ ჩვენი გუნდი საკმაოდ ერთის მხრივ კრეატიული და მიზანდასახულია მეორე მხრივ თავისუფლებაც ეძლევა იმისთვის რომ სხვადასხვა გადაწყვეტები და შესაძლებლობები მოუტანოს ბიზნესს პირიქითაც კი და არ დაელოდოს ბიზნესის დაკვეთებს. ანუ ინიციატივები თვითონ ინიციატივები გამოიჩინოს და მინდა გითხრათ რომ იქნება ეს პროდუქტების კატალოგი თუ სხვადასხვა ტექ ინიციატივები რომლებიც რეალურად შემდეგ ბიზნესს ეხმარება აჩქარებაში ტექნოლოგიური გუნდისგანაც საკმაოდ ხშირად მოდის ხოლმე და ეს ძალიან მახარებს. ძალიან კარგი სიახლეები გვაქვს, თუმცა არ შემიძლია არ გკითხო, რატომ Nugo? ეს სახელი საიდან მოვიდა? Nugos თავის ისტორია აქვს და Nugos რო გკითხოთ თავის ისტორია გიპასუხებთ და ამას დავტოვებ ისე. აჰა. რო ნახოთ თქვენ თვითონ გამოცადოთ. ანუ ჩვენ მამაყურებლებმა შეიძლება დაგუგლონ რატომ ქვია? ხო, რატომ ხო და ამავდროულად სადმე თუ Nugos-თან ინტერაქციაში შეევლენ იქნება ეს ჩვენი შოპი თუ ასე შემდეგ, თვითონაც პასუხობს თავის ისტორიას ყვება. Nugo იყო ჩვენი პერსონაჟი, რომელიც იყო დაუდევარი. და დროთა განმავლობაში ისწავლა ჩვენი სერვისების, პროდუქტების და დღევანდელი მონაცემებით საკმაოდ ექსპერტულ რჩევებსაც იძლევა ხოლმე. საინტერესოა. მეც მაქვს გონებაში რამდენიმე კითხვა, რასაც დავუსვამდი Nugos და ჩვენი პოდკასტის შემდეგ აუცილებლად მივუბრუნდები მას. ხო, გამიხარდება. თეგეტელებს გასაგონად კონკრეტულად, იმიტომ რომ რაც როგორც მუშაობს ხოლმე ხელოვნური ინტელექტის მოდელები, რაც უფრო ხშირად ტესტავთ და ვეკითხებით და ვცდილობთ რომ ჩავჭრათ, უკეთესია ხოლმე რომ მეტი ისწავლოს. პროდუქტებზე უკვე ვკითხე და სხვათა შორის სწორი პასუხები გამცა. ძალიან. ამჯერად საავტომობილო სფეროზე. ძალიან. ძალიან კარგი. ნიკა, SAP-ის საკითხს მინდა რომ დავუბრუნდე, იმიტომ რომ ფიქრობ, რომ ჰოლდინგის წარმატებაში მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო SAP-ის დანერგვა და დღესაც კი საკმაოდ რისკიანი და წინ გადადგმული ნაბიჯია დღეს ის კომპანიები, რომლებიც SAP-ის დანერგვას ცდილობენ და გეგმავენ. ჩვენ საკმაოდ ბევრი წელია უკვე ეს ნაბიჯი გადავდგით და ალბათ მაშინ კიდევ უფრო რისკიანი იყო, როგორც ფინანსურ ნაწილში, ასევე საოპერაციო კუთხით და ასევე მინდა გკითხო იმ გუნდზეც, რომელიც ამ პროდუქტის განვითარებაში და ჩვენს ბიზნეს პროცესებზე მორგებაშზე მუშაობს. ხო, თავის დროზე, როდესაც SAP-ი დაინერგა და ერთხელ ხუმრობითაც მითხრა თამთამ ჩვენმა მთავარმა არქიტექტორმა, რომ მე რო თეგედაში მოვედი, შენ მე 4 კლასში იყავიო. ანუ ეს ეგ პერიოდია, მაგ პერიოდში ალბათ პირდაპირ გაგებით. პირდაპირ გაგებით 4 კლასში. მაგ დროს, როდესაც SAP-ი დაინერგა 2007-ში დაიწყო თორესტერ პროცესი და საბოლოოდ 2009-ში გაეშვა. საკმაოდ დიდი ფინანსური კონტრიბუცია იყო და მახსოვს თემურიც ამბობს ხოლმე ხშირად, რომ ვერ ხვდებოდნენ ადამიანები, მეკითხებოდნენ ამდენ ფულს ესეთ ამ მიმართულებით რატო დებთ და ამ მიმართულებით რა საჭიროა საერთოდ და სუბუქად რო თქვა ძალიან თამამი ნაბიჯი. ხო, და ნუ იმ დროს მილიონზე თუ მილიონ ნახევარის, მაგრამ ნახევარზე იყო საუბარი და ნუ იმ დროისთვის იმ ზომის თეგეტასთვის საკმაოდ მოცულობითი ინვესტიცია იყო და ეს ნაბიჯი გადაიდგა იმ დროს. შესაბამისად ვიტყოდი, რომ არანაკლებ თუ არა უმეტეს მნიშვნელობის არის დღევანდელი ჰანაზე მიგრაციის პროცესიც, სადაც ჩვენ ასევე შანსი გვეძლევა, რომ სტანდარტები, რომლებიც საერთაშორისო კომპანიებმა დიდი ხნის წინ დანერგეს და დიდი ხნის წინ გადაწყვეტეს, რომ გაყოლოდნენ, ის სტანდარტები მოვირგოთ, ის სტანდარტები მოვარგოთ ჩვენს რეალობას და ასევე დიდი ნაბიჯები გადავდგათ წინ, რომ გახდეს თეგეტა უკვე როგორც მყარი რეგიონალური მოთამაშე, ასევე
მიუახლოვდეს იმ საერთაშორისო ნორმებს და სტანდარტებს, რომელზეც სხვა საერთაშორისო მოთამაშეები თამაშობენ. ჩვენმა კოლეგებმა და თანამშრომლებმა და მთლიანად გუნდმა პრინციპში საკმაოდ კარგად იციან საბში არსებული პროცესები, როცა ახალი გუნდის წევრი შემოგვიერთდება, პირველ რიგში ამ მიმართულებით ხდება თანამშრომლების მომზადება და შემდეგ უკვე ერთვებიან სამუშაო პროცესში. საფხანაზე გადასვა გამოიწვევს თუ არა იმას, რომ თანამშრომლებს დასჭირდებათ განახლება ამ მიმართულებით ცოდნის და კომპეტენციის. სადაც იქნება საჭირო, აუცილებლად იქნება ტრენინგებიც და ეს პროცესი იმართება იმ მიმართულებით, რომ ჩვენს შიგნით გუნდში გაჩნდეს კომპეტენცია ახალი მოდულებთან მუშაობის და შეიქმნას ეგრეთ წოდებული მასწავლებლის მასწავლებელი, ანუ ტუტორები, რომლებიც შეძლებენ ამ მოდულების სწორად ახსნას. ისიც ძალიან მომწონს მათ შორის ახლა კონკრეტულად სერვისის მიმართულებით რო ვისაუბროთ, რომ უფრო დავუახლოვდებით საავტომობილო სერვისინგის საერთაშორისო ნორმებსაც. ასევე სადაც ტრენინგები იქნება საჭირო, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდი ჩართული იქნება და ერთი იმის თქმაც მინდა, რომ შეიძლება ყველა მიმართულებას ისეთი დიდი დოზით თან ურთიერთობა აღარ მოუწიოს, როგორც დღეს გვიწევს. ნიკა, ასევე მინდა გკითხო საბზე ისევ, ზოგადად ფასდება დღესდღეობით, როგორც არც ისე მარტივი პროგრამა. აი საფხანაზე გადასვლით ჩვენს თანამშრომლებს გუნდს გაუმარტივდებათ თუ არა ყოველდღიური საქმიანობა და პროცესები. ყველა მოდულის და ყველა მიმართულების მიხედვით გამიჭირდება, რომ ზუსტი პასუხი გაგცეთ, თუმცა იქნება გამომდინარე, რომ ინტერფეისი იცვლება, სამუშაო სივრცე იცვლება, იცვლება არა მხოლოდ რაღაცა საოპერაციო ეფექტურობის და რაღაც კონკრეტული რიცხვების გასაუმჯობესებლად, არამედ იცვლება იმიტომ, რომ მომხმარებლის satisfaction-ი და ასევე employee satisfaction-ი, ანუ მომხმარებლის კმაყოფილება და თანამშრომლის კმაყოფილება გაიზარდოს. შესაბამისად, ეს ტრანსფორმაციული ცვლილებებიც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მიმართული იქნება იმისკენ, რომ თანამშრომლის კმაყოფილება გაიზარდოს, გამარტივდეს და უფრო კომფორტული სამუშაო სივრცე შეიქმნას. ჩვენს გუნდზეც რო ვიმსჯელოთ, საპის გუნდის უმეტესი ნაწილი თვითონ თეგეტაში არის გაზრდილი და დაწყებული აქვს კარიერა საერთოდ სხვა მიმართულებიდან და შემდეგ უკვე საპის გუნდს შეუერთდა. აი თვითონ ჰოლდინგის კონტრიბუცია რა იყო ამაში, რა თქმა უნდა, დიდი იქნებოდა, იმიტომ რომ უბრალოდ რაღაც პროცესის ცოდნა, რა თქმა უნდა, საკმარისი ვერ იქნება, რომ ტექ გუნდს შეუერთდე. როგორია ხოლმე ამ მიმართულებით ჩვენი პრაქტიკა? მე ძალიან ვამაყობ იმ გუნდით, რომელიც დღეს არის თეგეტასთან ერთად. ტექნოლოგიური გუნდი დღეს ვიტყოდი, რომ არა მხოლოდ კოდის და ტექნოლოგიის პატრონი და მე პატრონია და რაღაცა მფლობელი, არამედ თვითონ პროცესების მფლობელიც კი. შესაბამისად, ხშირ შემთხვევებში პროცესები ხანდახან ტექნოლოგიური გუნდიდანაც კი არის გაწერილი. სადაც დღეს ჩვენ მოვედით, დიდწილად ვიტყოდი, რომ ტექნოლოგიური გუნდის ამ ნაწილში დიდი დამსახურება არის. თუმცა, ცვლილებასო დაუბრუნდეთ, ვიტყოდი, რომ ცვლილებები, რომლებიც განსაკუთრებით ჰანა მოიტანს, ცვლილებები, რომლებსაც ჩვენ დავნერგავთ, არა მხოლოდ თანამშრომლის კმაყოფილებაზე იქნება მიმართული, არამედ მომხმარებლის კმაყოფილების გაზრდაზეც. და რა ვსგულისხმობ ამაში. კონკრეტულად სერვისების მიმართულებით და აქაც რომ ვისაუბროთ თეგეტა მოტორის მიმართულებით, სერვისის მრჩეველი ეს როლი, რომელიც პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს, რომელიც პასუხობს იმ მრავალფეროვან და მრავალმხრივ პრობლემურ ახალ მომხმარებელს ხელს შეუწყობს, რომ ერთის მხრივ უკეთესად გავიტანოთ ჩვენი სათქმელი მომხმარებელთან, უკეთესად მივაწოდოთ ჩვენი სერვისები და პროდუქტები და მეორეს მხრივ ასევე ხელი შეუწყოთ ჩვენს ფრონტის თანამშრომლებს, რომ მათი საუკეთესო უნარები გამოამჟღავნონ. და სერვისის მრჩეველი ახსენე, ეს არის ადამიანი, რომელიც მომხმარებელს დახვდება და ასე ვთქვათ, რჩევებს მისცემს სერვისთან დაკავშირებით. თუ რას ნიშნავს ეს პოზიცია?
თანამედროვე სამყაროში, სადაც დღეს საუბრობთ საავტომობილო სერვისებზე, თანამედროვე სამყაროში და ყველა თანამედროვე სერვისში ეს პროცესი იმართება შემდეგნაირად. სერვისის მრჩეველი არის კომპანიის წარმომადგენელი პირი, რომელიც ართმევს, გასაღებს თუ იბარებს ავტომობილს და შემდეგ დასერვისებული დაუბრუნებს მას ამ ავტომობილს. ეს იქნება ის ხედვა და ის სურათი, რომელსაც მომხმარებელი დაინახავს. შესაბამისად, უფრო მეტად პერსონალიზირებული, უფრო მეტად კომფორტული მომსახურება ექნება და უკან ბექში თუ რაც მოხდება ამ პროცესებში, ვინ ჩაიბარებს, რომელი მექანიკოსი რა პროცედურას ჩაატარებს, ვინ რომელი სერვისის ხელმძღვანელი რა სუპერვაიზინგს გაუწევს, ეს მიმართულებები უკვე მომხმარებელთან აღარ გავა. შესაბამისად, სერვისის მრჩეველი თავის თავში გულისხმობს იმ პასუხისმგებლობას და იმ უნარს, რომ მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას და მაქსიმალურად კმაყოფილი ნაკლებად ტრამბული იყოს მანქანის გაფუჭება და მანქანის სერვისინგი. შესაბამისად, მათ შორის პრევენციული სერვისები. პრევენციული სერვისები. დღევანდელ სამყაროში ყველა ჩვენთაგანი რაღაც დოზით უკვე ელოდება რაღაც სახის პერსონალიზაციას. მათზე მორგებულ შეთავაზებებს, მათზე მორგებულ გამოცდილებას. ტელეფონს როცა ავიღებ და რაღაცა უბრალოდ დავსკროლავ რაღაცას წავიკითხავ ინტერნეტში, მინდა რომ ჩემთვის რელევანტური ინფორმაცია შემხვდეს, ჩემთვის რელევანტური სიახლეები, ჩემთვის რელევანტური რეკლამები შემხვდეს. შესაბამისად, ამ მიმართულებით მიდის ჩვენი ციფრული განვითარებაც, რომ მაქსიმალურად პერსონალიზირებული, მომხმარებლის ავტომობილზე მორგებული სერვისები გავაჩინოთ. როცა საუბრობთ საცალო მომხმარებელზე, შევთავაზოთ ჩვენს საცალო მომხმარებელს გეგმიური სერვისების რუქა, იცოდეს მომხმარებელმა, როდესაც ავტომობილს ყიდულობს, პირველ რიგში რა თქმა უნდა, თუ ჩვენი სადილერო არის ამ ავტომობილის გამყიდველი, მასთან იაროს საგარანტიო სერვისებზე და შემდეგ საგარანტიო სერვისების გასვლის შემდეგ იცოდეს და ჰქონდეს ეს წარმოდგენა, რომ რა კილომეტრაჟზე რა სერვისი იქნება საჭირო, რომ ჩაუტარდეს ამ ავტომობილს, რომ ფლობა გახდეს მაქსიმალურად კომფორტული. თუ საუბრობთ პირობითად ბიზნესებზე, რომლებსაც დიდი რაოდენობის ავტომობილები ყავს ფლიტში, შევთავაზოთ მათ მაქსიმალური კომფორტი, რომ მენეჯმენტი გააკეთონ ამ ავტომობილების, ამ ფლიტების რა უჯდებათ ამ ავტომობილების შენახვა თითო კილომეტრზე მაგალითად. ნახონ სერვისები, რომლებიც თეგეტაში უტარდებათ და საერთო პლატფორმაზე, რომელიც ჯერჯერობით არ დაგვილონჩია, მაგრამ ამ პლატფორმას გამოვიყენებ, ამაზე ვისაუბრო. საერთო ციფრულ პლატფორმაზე დაინახონ თეგეტაში ჩატარებული სერვისები, ბენზინის ხარჯები, გეოლოკაცია მათი ფლიტების და რეალურად ბიზნესის მფლობელებს ვაძლევთ შანსს, რომ მაქსიმალურად ეფექტურად მართონ მათი ფლიტები და მაქსიმალური მონიტორინგი აწარმოონ მათ შორის. გეთახმები იქიდან გამომდინარე, რომ ამ მიმართულებით არაპროფილური ბიზნესისთვის ეს საკმაოდ დიდი ხარჯია, თავის ტკივილი და რისკი, რომ სადღაც შუა ბიზნეს პროცესში შეიძლება გაუჩერდეს. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, შესაბამისად ჩვენი ერთ-ერთი დაპირება ბიზნესებთან ყოველთვის არის ხოლმე, რომ უნდა უზრუნველყოთ მათი ბიზნესის უწყვეტობა, მათი ტრანსპორტის მუდმივი გამართულობით. შესაბამისად, ციფრული ტრანსფორმაცია და ჩვენი ციფრული პროდუქტებიც არ არის ამ ხედვიდან განსხვავებული და სწორედ ამ მიმართულებით ქმნის იმ პროდუქტებს, რომ დაეხმაროს ბიზნესის მფლობელებს მართონ უკეთესად მათი ფლიტები და მათი ტრანსპორტი. გასაგებია, რომ შევაჯამოთ ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულება ერთი მხრივ ზრუნავს მომხმარებელზე, რომ რაც შეიძლება კარგი გამოცდილება და მარტივი სერვისები მიიღონ, მათ შორის ისეთმა ადამიანებმა, რომლებიც საერთოდ ვერ რკვევია საავტომობილო სფეროში და უბრალოდ მართავენ ავტომობილს და პირველ რიგში უსაფრთხო მგზავრობა გქონდეთ გარანტირებული და მეორე მხრივ ჩვენს თანამშრომლებზე, რომლებსაც ციფრული პლატფორმებით გვინდა ყოველდღიურობაც გაუმარტივოთ და თითოეული გადაწყვეტილება უფრო მონაცემზე დაყრდნობით იყოს, თუმცა არა მხოლოდ. რა თქმა უნდა, მონაცემების ანალიტიკამ ვიტყოდი
ნიშნულად აგვაჩქარა ამ ნაწილში, რომ უკეთესად მიგვივა გადაწყვეტილებები და არა მარტო შიდა პროცესების მხრივ, მონაცემთა ანალიტიკამ იმ დონით და იმ მონაცემთა საცავით და იმ შიდა ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოებით მოგცა შანსი, რომ უკეთესად შეგვეცნო მათ შორის ჩვენი მომხმარებელიც და შემდეგ უკვე დაგვეგენერირებინა პერსონალიზირებული შეთავაზებები და ასევე დავპირებოდით უსაფრთხო მგზავრობას. ვიტყოდი, რომ ეს ის გუნდია და ძალიან მიხარია, რომ ამ გუნდთან ერთად ვმუშაობ, რადგან ეს ის გუნდია, რომელიც მუდმივად სიახლეებს ეცნობა ყოველთვის სხვადასხვა AI აგენტთან მუშაობს და დღეს მოგეხსენებათ ტექნოლოგიურად შეუძლებელი თითქოს მართლა არაფერი აღარ არის. სწორად თუ ვისახავთ მიზანს და სწორად ამოვდივართ იმ ბიზნეს საჭიროებიდან, რაც აქვს ბიზნესს. შემდეგ უკვე ამას რა ტექნოლოგიურ გადაწყვეტას მიუყენებთ გვერდიდან თუ ამ რა ტექნოლოგიურ გადაწყვეტას ავაშენებთ, ეს უკვე რეალურად რაღაცა კრეატიულობის საგანიც კი არის ხოლმე. ჩვენს გუნდში, ასე რომ ვიტყოდი, რომ საკმაოდ დინამიური და სწრაფი ტემპი არის ამ ნაწილში. გეთახმები პოდკასტის დასაწყისში ვსაუბრობდი დასაქმების ბაზარზე და ამ მიმართულებით პრინციპში უკვე ბევრი წელია ვაკვირდები თეგეტა ჰოლდინგის მიმართულებით მათ შორის როგორი არის კანდიდატების ინტერესი და განსაკუთრებით დიდი ინტერესით სარგებლობს ხოლმე ჩვენი ტექ ვაკანსიები. როგორ ფიქრობ, რა განაპირობებს ტექ გუნდის ასეთ პოპულარობას და განსაკუთრებით პოპულარობას კანდიდატებს შორის? ვიტყოდი ერთი პირველ რიგში იმ ნაწილს, რომ ეს არის მიმართულება, რომელიც საკმაოდ ბევრმა საინტერესო ახალგაზრდამ შეიმეცნა და შეისწავლა. ასევე იმასაც ვიტყოდი, რომ არის ისეთი პროფესია, რომელიც არა მხოლოდ თეგეტაში, არამედ გლობალურად საკმაოდ საინტერესოა. იმის მიუხედავად, რომ ხელოვნური ინტელექტის პირობებში ცოტათი შეირყა საწყისი ბაზარი ამ მიმართულებით. გეთახმები. მაინც ძალიან რელევანტური და აქტიურია senior level-ის management-ში რა თქმა უნდა და ასევე mid level management-შიც. ტექნოლოგიური მიმართულებით ჩვენთან ვიტყოდი, ასევე რაღაცნაირად ამ შორიდან გლამურს ქმნის ისიც, რომ საკმაოდ მულტიპროფილური და კომპლექსური სისტემების შექმნა გვიწევს. და როდესაც საუბრობთ თეგეტაზე და ტექნოლოგიაზე, ყოველთვის საუბრობთ ხოლმე სინთეზ ციფრული სამყაროსა და ფიზიკური ოპერაციებისა. თუნდაც კომპანია GeoGPS, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა ჩვენი პორტფელის ერთ-ერთი წევრი, ეს კომპანიაც ძალიან კარგი მაგალითია ამისი, რადგან როგორც ციფრული გამოცდილება, რომ მართოს საკუთარი ფლიტი, მაგრამ ამავდროულად კავშირი იქნება იქიდან, რომ კონკრეტული დევაისები და კონკრეტული აპარატები არის დაყენებული ფიზიკურად ამ ავტომობილებზე. სერვისშიც თეგეტაშიც ანალოგიურად, რა თქმა უნდა, შეგიძლია თეგეტას აპლიკაციაში ნახო საკუთარი სერვისების ისტორია და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად ეს არის ის, რაც ფიზიკურად მექანიკოსმა ჩაატარა და შემდეგ ეს აპში აღირიცხა. შესაბამისად, ეს ინტერესი, რაც ციფრულ მიმართულებაში ჩვენთან არის ხოლმე და ტექნოლოგიის მიმართულებაში არის ხოლმე, ვიტყოდი ამ კომპლექსურობიდან გამომდინარე არის, რაც ვიტრაბახებ და არ არის ფინტეკებში და რაღაც მხოლოდ ციფრულ გამოცდილებებში, ციფრული გამოცდილების კომპანიებში. რეალურად საკმაოდ საოპერაციოზე დამოკიდებული პროცესებია, რაც ერთმნიშვნელოვნად უფრო საინტერესოს ხდის თემას და არ იწყება გამოცდილება ჩვენთან page-ის გახსნით და არ მთავრდება გამოცდილება success page-ით. ანუ ეს პატარა სეგმენტია ერთი დიდი გამოცდილების, რომელიც არის რეალურად მართლა მულტიფუნქციური და ბევრ გუნდზე დამოკიდებული. მადლობა. ჩვენს ვაკანსიებსაც რო შევეხოთ, პრინციპში ბოლო დროინდელი უახლესი ისტორიიდან რო გავიხსენოთ, ეს იყო e-commerce-ის მიმართულების ლიდი, რომელსაც მე პირადად არ ველოდი, რომ ესეთი კომპეტენტური კანდიდატები გვეყოლებოდა და ამდენი, იმიტომ რომ მაინც e-commerce-ის ბაზარი ეხლა იყიდებს ფეხს საქართველოში. მაგრამ მართლა გაკვირვებული ვარ იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან კომპეტენტური, კრეატიულად მოაზროვნე და განვითარებაზე ორიენტირებული
კანდიდატები ვნახეთ და ერთ-ერთი მათგანი შევარჩიეთ კიდეც. კი, ნამდვილად. მე ძალიან გამიხარდა თითოეულ მათგანთან საუბარი იყო ძალიან სასიამოვნო. ძალიან მიხარია, როდესაც ესეთი ადამიანებს აინტერესებთ თეგეტაში მუშაობა და მხოლოდ მივესალმებით, როდესაც კიდევ უფრო მეტ კითხვას აქეთ გისვას კანდიდატი და არ მოდის რაღაც კონკრეტულად ინტერვიუზე. ჩვენი სპეციფიკა e-commerce-ის ასევე საკმაოდ საინტერესოა, ეს არ არის რაღაც კონკრეტული იყიდე პროდუქტი და მოგიტანე სახში. ესეც დიდწილად დამოკიდებულია ფიზიკურ ოპერაციებთან და სწორედ ამ კომპლექსურობის და ამ ხელა რაღაც ამ პასუხისმგებლობის ჭრილშიც რომ ესე მალე ვნახეთ კანდიდატი და ესეთი საინტერესო ადამიანები მოვიდნენ გასაუბრებაზე ძალიან გამიხარდა. ველოდები მხოლოდ მათგან კიდევ უფრო მეტ იდეას და კიდევ უფრო მეტ ინიციატივას როგორ შეიძლება გამithარდეს ეს პროდუქტი. ნიკა, მადლობა დათმობილი დროისთვის და ძალიან საინტერესო პოდკასტის პირველი ეპიზოდისთვის. ჩემთვისაც ბევრი სიახლე იყო, რაც გაგვიზიარე მიუხედავად იმისა, რომ თითოეული პროცესის თანამონაწილე ვარ და ყოველდღიურობაშიც ვუყურებ. საკმაოდ ბევრი სიახლე იყო, ბევრ საკითხზე სხვანაირად დავფიქრდი და ვფიქრობ, ჩვენი მაყურებლისთვის ინფორმატიული და ძალიან სასარგებლო იქნება თეგეტა ჰოლდინგის შიდა პროცესები და სამომავლო სტრატეგიული გეგმები. ასევე პრინციპში პირველი პრეცედენტია, როცა კომპანიებმა ამ სახით დაიწყეს ინფორმაციის გაზიარება და ჩვენ მზად ვართ პრინციპში ჩვენი შეცდომებიც, მიღწევებიც და პროცესებიც გავზიაროთ ჩვენს პარტნიორებსაც, მაყურებლებსაც, რა ვიცი, მომავალ გუნდის წევრებსაც და ასე შემდეგ. მადლობას გიხდი კიდევ ერთხელ და დროებით გემშვიდობები. როგორც პოდკასტის დასაწყისში დავაანონსე, თეგეტა პოდკასტის ფარგლებში არაერთ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხს შევეხებით, მაგალითად ისეთს, როგორიც არის ორგანიზაციული განვითარება ჰოლდინგურ კომპანიაში, მით უმეტეს ისეთ კომპანიაში, რომელიც სხვადასხვა ერთმანეთისგან განსხვავებულ ბიზნეს სექტორს მოიცავს, როგორ უნდა მართოთ პროცესები ისე, რომ ყველა ბიზნეს სექტორისთვის მისაღები და უნივერსალური იყოს, როგორ უნდა მოვხვდეთ თეგეტა ჰოლდინგში და როგორ უნდა გავხდეთ ამ გუნდის ნაწილი. მე მზად ვარ გაგიზიაროთ თეგეტა ჰოლდინგის მიმდინარე ვაკანსიები და ის გზა, რომელიც ჩვენამდე მოგიყვანთ, რა ეტაპები უნდა გაიაროს თითოეულმა კანდიდატმა, რა არის მნიშვნელოვანი კომპეტენციები თითოეული ვაკანსიის ჭრილში და სხვა აქტუალურ საკითხებს. თქვენგანაც დაველოდებით, რა თქმა უნდა, უკავშირს, რა არის თქვენთვის საინტერესო და აქტუალური საკითხები, გაგვიზიარეთ კითხვები და შემდეგ ეპიზოდში დაგიბრუნდებით უკვე ამ კითხვებზე პასუხით. მადლობა ყურადღებისთვის.